და შედეგზეა გათვლილი შანხაიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარული რეისების დაწყება. რა ტენდენციებია მთლიანობაში ავიასექტორში მიმდინარე მოლაპარაკებებსა და იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებმაც კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბის როლის სტუმართან ვისაუბრებთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გვერდება ახლა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. მაშასე კიდევ ერთი ჩინური ავიაკომპანია შემოდის ქართულ ბაზარზე, იქიდან შანხაიდან უკვე გამოფრინდა პირველი რეისი და დაახლოებით 7 საათისთვის მას უკვე თბილისში ველოდებით. რა მნიშვნელობის არის ეს გადაწყვეტილება ჩინური მხარით, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ იფრინოს? მოგესალმებით მაია, მივესალმები მაყურებელს, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მართლაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ავიაციო სექტორისთვის. ჩვენ ვიწყებთ ახალ, ასე ვთქვათ, საჰაერო ხაზფრენას. ეს არის შანხაი-თბილისი შანხაის მიმართულება. როგორც მოგეხსენებათ, შანხაი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება, რადგანაც არის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი. შესაბამისად, ჩვენ დედაქალაქს ექნება შესაძლებლობა პირდაპირ ავიამიმოსვლით დაუკავშირდეს შანხაის მიმართულებას, რაც რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ, შანხაი არის ასევე ჰაბი აზიაში, რომელიც შემდგომ მოგცემს შესაძლებლობას, რომ სხვა, ასე ვთქვათ, მიმართულებებზეც მოხდეს დაკავშირება. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის კონტექსტის აღნიშვნა. როგორც იცით, ჩვენ გადავედით სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, გაღრმავდა ეს თანამშრომლობა, შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ის შედეგი, რომელიც მოიტანა ამ სტრატეგიულმა თანამშრომლობამ. შესაბამისად უნდა ითქვას, რომ დინამიკა ძალიან პოზიტიური გვაქვს ზოგადად ავიაციო სექტორში ჩინეთთან დაკავშირებადობის კუთხით და მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენთვის ამ ბაზრების ათვისება. Როგორც იცით, სამი ავიაკომპანია ოპერირებს ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. კვირაში უკვე 13 სიხშირით იქნება შესაძლებელი, რომ ჩინეთს დაუკავშირდეთ. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა მოგცემს შესაძლებლობას, რომ გავაღრმავოთ როგორც ბიზნეს ურთიერთობები, ასევე ხალხთა შორის კავშირები და ტურისტული აკადები, რა თქმა უნდა, მოვიზიდოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, რაც რა თქმა უნდა დამატებითი შემოსავლების წყარო ხდება ჩვენი ეკონომიკისთვის. თვითონ ტენდენცია როგორია ჩინეთიდან ტურისტების ვიზიტებთან დაკავშირებით, რამდენად თვითონ აქტიურები არიან ჩინელი ტურისტები, ყოველას არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ისინი ძალიან მაღალმხარჯველი ტურისტები არიან. შესაბამისად, ამ კუთხითაც საინტერესოა ტენდენცია იმან რომ დავუშვათ აქამდე უკვე ხორციელდებოდა ფრენები, რა შედეგი მოგცა და შესაბამისად ამის გათვალისწინებითაც საომავლოდ, რადგან სტრატეგიული თანამშრომლობა ახსენეთ საქართველოს ჩინეთს შორის, რა მოლოდინები გვაქვს? როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ასე ვთქვათ, კარგი ტენდენცია გვაქვს ზოგადად პირველ კვარტალში და შეიძლება ითქვას პირველ ნახევარშიც დაახლოებით 50%-იანი მატება გვაქვს ზოგადად გზავრთნაკადის თვალსაზრისით, სადღაც 44%-იანი მატება გვაქვს ტურისტული მიმართულებით, წინა წელსაც დაახლოებით 45%-იანი მატება გქონდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით ტენდენცია ძალიან მზარდია და შესაბამისად ამ კუთხით რა თქმა უნდა ხელს უწყობს როგორც უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, ასევე ხელს უწყობს ის კამპანიები, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს ჩინეთის ბაზარზე. დაახლოებით უკვე 7 მილიონი ლარის, ასე ვთქვათ, მარკეტინგული კამპანიები ჩაეშვა, რაც რა თქმა უნდა ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და შესაბამისად ეს უკვე ციფრებში აისახება და როგორც აღვნიშნე, ძალიან კარგი ტენდენცია, მზარდია ეს ტენდენცია დაახლოებით წინა წელს როგორც გითხარით 44%-იანი მატება გქონდა, წელს 59%-იანი მატება გვაქვს ტურიზმის მიმართულებით და შესაბამისად ავიამიმოსვლის მიმართულებითაც ძალიან მზარდი არის ტენდენცია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი საჰაერო ხიდით მოგცემს შესაძლებლობას, რომ გავაღრმავოთ ურთიერთობები და შესაბამისად მოვიზიდოთ როგორც ტურისტები, ასევე ბიზნეს ურთიერთობები გავაღრმავოთ შანხაისთან და რა თქმა უნდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. დამატებით ვიტყოდი მაია, რომ ზოგადად ტენდენციები ავიაციო სექტორში ძალიან პოზიტიურია.
ივლისისთვე იყო განსაკუთრებით გამოსაყოფი შესაბამისად აქ უკვე 4%-იანი მატება ჰქონდა იმის და მიუხედავად რომ რეგიონში არსებული ვითარება მოგეხსენებათ გამოწვევებით არის ავსე შესაბამისად ამ კუთხითაც ასე ვთქვათ უნდა ითქვას რომ და ხაზი გაესვას რომ კარგი ტენდენციები გვაქვს და შესაბამისად მზარდი არის დინამიკა კი ბატონო, ის საკმაოდ კარგი სურათი გვაქვს არა მხოლოდ გადაზიდვების კუთხით, არამედ ახალი ავიაკომპანიების შემოყვანის კუთხითაც და ბოლო პერიოდში ეს ძალიან თვალნათელია და თქვენ თვითონაც შეეხეთ ამ ნაწილს. თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ მთლიანობაში, რა სურათი გვაქვს ავიაბაზარზე, რა ტენდენციები გვაქვს და რა მოლოდინები დარწმუნებული ვარ არაერთ ავიაკომპანიასთან ასევე აქტიურად აწარმოებთ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურები მოლაპარაკებებს, რათა ეს მიმართულებები რათა სხვადასხვა მიმართულება კიდევ უფრო გავააქტიუროთ, ამიტომ ზოგადად ავიაბაზარზე, ქართულ ავიაბაზარზე არსებულ ტენდენციებზე და იმ კავშირებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს დანარჩენ მსოფლიოსა და საქართველოს შორის. ჩინეთის ხაზით რომ გავაგზავნოთ, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დეკემბერში დავამატეთ პეკინის მიმართულება, შესაბამისად Air China-მ დაიწყო პეკინის მიმართულებაზე ფრენა, ასევე China Southern-მა დაიწყო მაისის თვიდან ფრენები პეკინის მიმართულებით, შანხაი ახალი საჰაერო ხაზია, რომელიც რა თქმა უნდა დღეისდან იწყებს ფრენებს, ასევე როგორც მოგეხსენებათ, წინა თვეში ივნისის თვის ბოლოს ნორვეგიის ავიახაზები შემოვიდა საქართველოს ბაზარზე შესაბამისად დანიის დედაქალაქი დაუკავშირდა ჩვენს დედაქალაქს, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან პოზიტიურია ჩვენი ავიაციო სექტორისთვის, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბუქარესტი-თბილისის ბუქარესტის მიმართულებაც ამოქმედდა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში გვაძლევს იმის თქვის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე კიდევ გავზრდით როგორც ავიაკომპანიების ციფრს, ასევე საჰაერო ხაზების მიმართულებებსაც. უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს ავიაციო ბაზარზე 80-მდე ავიაკომპანია მოქმედებს, დაახლოებით 140-მდე საერთაშორისო საჰაერო ხაზზე, რაც რა თქმა უნდა მზარდი ტენდენცია გვაქვს ამ კუთხით და ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს ავიაციო ბაზარი და 2025 წელიც ამ მიმართულებით ასე ვთქვათ ძალიან წარმატებული იყო. დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ და შესაბამისად ამ მიმართულებით, როგორც აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოს ეკონომიკის საქმეთა განვითარების სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობთ ჩვენს პარტნიორ როგორც ავიაკომპანიებთან, ასევე ქვეყნებთან იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები გავაღრმავოთ და შესაბამისად დაკავშირებადობა საქართველოსი შესაბამის ქვეყნებთან მოხდეს დამატებითი ავია ხაზებით და შესაბამისად შევთავაზოთ ჩვენ მომხმარებელს დამატებითი სერვისები. დამატებით როგორც იცით ჩვენ როგორც იცით ჩვენ ინფრასტრუქტურულ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ინფრასტრუქტურულ შესაბამის ასე ვთქვათ პროექტებსაც ვახორციელებთ ავიაციის სექტორში. იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ესეთი კარგი ტენდენცია, სულ რამოდენიმე დღის წინ დავიწყეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი, შესაბამისად 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონი მგზავრამდე ავა გამტარუნარიანობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის და შესაბამისი სერვისები დაემატება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვაშენებთ ახალ ასაფრენ-დასაფრენ-გზელს იმისათვის, რომ მივიღოთ დიდი ზომის ბორტები და შესაბამისად ამ მიმართულებითაც ვანვითარებთ სერვისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. არაერთი სერვისი, ახალი სერვისი შევთავაზებთ მომხმარებელს, ბიზნეს ლაუნჯიდან დაწყებული, ასე ვთქვათ, ელექტრონული სერვისებით დამთავრებული. აქედან გამომდინარე, ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს ზოგადად საქართველოს მთავრობას ავიაციო სექტორის განვითარებისთვის. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ახლაც მიდის იქ სარემონტო სამუშაოები იმისათვის, რომ გაფართოვდეს არსებული ტერმინალი და შესაბამისად უფრო კომფორტულად მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. დამატებით, რა თქმა უნდა, ჩვენ მუშაობთ ადგილობრივ აეროპორტებზეც, შიდა ფრენების განხორციელების თვალსაზრისით და როგორც მოგეხსენებათ, ამ კუთხით მუშაობთ სელოვის აეროპორტის განვითარებაზე და მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობაზე. თქვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს შეეხეთ, რაც ინფრასტრუქტურის ნაწილი არის და ის, რომ თბილისის
მათ შორის საერთაშორისო აეროპორტში თუ რამდენიმე დღის წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი ჩაეყარა საფუძველი, ეს რა თქმა უნდა აი ამ ახალი ავიაკომპანიების მოზრდის კუთხითაც ალბათ კიდევ უფრო მეტად შეგიწყობთ ხელს და ჩვენი საუბრის ბოლოს თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ დაკავშირებადობის საკითხს, თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ასევე დამატებით მინდა ვკითხოთ ამ საკითხთან მიმართებაში, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია დამაკავშირებლის როლი შევასრულოთ და ფუნქცია ევროპასა და აზიას შორის და შესაბამისად ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი იდგმება, როგორც საჰაერო, ისევე სარკინიგზო და შემდგომ მიმართულებით. 2026 წლის ეს პირველი ნახევრის ერთგვარი შეჯამებაც შეგვბადეთ რომ ჩავთვალოთ, რა შევძელით აი ამ ხნის განმავლობაში ამ მიმართულებით და რამდენად მოვახერხეთ, რომ ჩვენ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საჯაროდ გაცხადებული სურვილი რეალურად პრაქტიკაში ძალიან აქტიურად გამოვიყენოთ. მაია, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ნამდვილად ის ციფრები, რომელზედაც უკვე ვილაპარაკე და ხაზი გაუსვია, ზუსტად ამას უსვამს, ასე ვთქვათ, ზუსტად ამის დამადასტურებელია და შესაბამისად უნდა აღინიშნოს, რომ ის რეკორდული ციფრები, რომელიც 2025-ში ჰქონდა და ის ტენდენცია, რომელსაც მიუხედავად რეგიონში განვითარებული მოვლენებისა, ვინ ინარჩუნებს საქართველოს ავიაციო ბაზარი და მაგალითად ივნისისთვის მონაცემებს მოვიყვანო, 4%-იანი ზრდა გვაქვს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ. მგზავრთ ნაკადში დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით 800,000-მდე მგზავრს მოემსახურეთ თბილისისა და ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში და შესაბამისად ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია არის. ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე, ასე ვთქვათ, მგზავრთ ნაკადზე ხაზგასმა, იმიტომ რომ მანდაც ძალიან, ასე ვთქვათ, პოზიტიური დინამიკა გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია ტვირთნაკადის კუთხით. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, შესაბამისი სერვისს ვთავაზობთ და აქედან გამომდინარე, აქაც მზარდი არის ტენდენცია და ძალიან პოზიტიური ციფრები გვაქვს, დაახლოებით 50%-იანი მატება გვაქვს ამ მიმართულებითაც, რაც რა თქმა უნდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ ფუნქციის შესრულების, ასე ვთქვათ, დამადასტურებელი რაც აკეთებს ამის დამადასტურებელია ნამდვილად. პარალელურად ის გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფოს აქვს ზოგადად საავიაციო სექტორის განვითარებისთვის, ესეც მნიშვნელოვანია, რომ ამასაც ხაზი გაუსვათ. ჩვენ აღვნიშნეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისში და ბათუმში რა ტიპის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ იმისათვის, რომ შესაბამისად ჩვენი როლი და ფუნქცია შევასრულოთ, თუმცა აქვე ხაზგასასმელია ის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია, ეს არის ვაზიანში თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელიც 2032 წელს შევა ოპერირებაში და შეძლებს 20 მილიონი მგზავრის გატარებას წელიწადში. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. თამარი იოსელიანი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის